მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამა ვარსკვლავები გვამსწრებენ, მე ასტროლოგი ტელეძამყვანი მიხეილ საგარელი კვლავ თქვენთან ერთად ვარ და ვსაუბრობ ჩვენ ასტროლოგიურ მოვლენებზე, რომელიც მოსაოდნელია უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, საუბარი 27 აპრილის და 3 მაისის შუალედში მიმდინარე მოვლენებზე. პირველ რიგში, ესე იგი, წინა გადაცემა ჩვენ გაგვიცდა, იმიტომ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა აქ სტუდიაში, ტელეკომპანია კავკასიაში, ეს იყო ამის მიზეზი და ნუ ახლა დღეს გვეძლევა საშუალება რომ გავაგრძელოთ ეს ურთიერთობები და პირველ რიგში მოითხოვნიშნოთ რა კვირა იქნება, როგორი ტენდენციებია მოსაოდნელი ამ კვირის განმავლობაში. დედამიწა უარყოფით ენერგო ველში გადავიდა. ეს კი ნიშნავს რას, რომ დაახლოებით 10 მაისამდე პერიოდი ითხოვს ყველასგან ცოტა მეტ სიფრთხილეს, წინდახედულობას, მოთმინებას, თავდაჭერას აბსოლუტურად ყველაფერში. რატო? იმიტომ რომ როცა დედამიწა გადადის უარყოფით ენერგო ველში, ტენდენციები უარყოფითი მატულობენ. ანუ აქ კონფლიქტების ალბათობაც უფრო მატულობს, ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენციაც უფრო მაღალია, იდეების რეალიზაცია უფრო მეტ სირთულეებს წააწყდება ტრადიციულად მოლაპარაკებაც ვთვლათ ისე არ მიდის და გარკვეულწილად შეიძლება გაჯანჯილდეს და ასე შემდგომ. ერთ სიტყვით, უარყოფით ენერგო ველის პირობებში პრობლემების ტენდენცია მატულობს, აფეთქებები მზეზე მეტია, რაც ნეგატიურ დახსოვს ადამიანის გულსიძარღვას სისტემას, ჯანმრთელობას და ასე შემდგომ. ამიტომაც ვეცადოთ რომ უკვე ეს კვირა ამ კუთხით გარკვეული გათვალისწინოს, ეს არის შეუძლია ადამიანმა ფერ გააკეთოს ან შეშინდეს, არა, ამისთვის არ ვსაუბრობთ. ჩვენ სარგებლობთ პრინციპით ვის გაფრთხილებულია ის შეარაღებულია მოიხსენება და ამიტომ ჩვენ ვაიარაღებთ ადამიანის ინფორმაციას, რისთვის, რომ უბრალოდ ცოტა მეტი წინდახედულობა, ცოტა მეტი ტაქტი, ცოტა მეტი დიპლომატია, ცოტა მეტი სიფრთხილე და თუ რაღაცა უცებ არ გამოდის როგორც თქვენს გსურთ, არ აღშავს. შემდგომ ნელ-ნელა უფრო უკეთესად შეასრულებთ ამ დაუშვათ სამუშაოს და უკეთესად წარიმართება ყველაფერი. მაგრამ გარკვეულ ეტაპზე თუ შეფერხებები იქნება, შვიდად მეოდეკით ამას და იქნებ დაუშვათ გამოასწოროთ, რაღაც კორექტივები შეიტანო და ასე შემდგომ. ეხლა სანამ ჩვენ ძირითად თემებზე ვისაუბრებთ, პირველ რიგში ესე იგი, კიდევ ერთხელ მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირადი ჰოროსკოპით, ესე იგი, გაითვალისწინეთ, რომ ამის საშუალება მე ტელეფონის გამოცხადებისა ჩვენი საგუდაგდო ტელეფონისა მაქვს ხოლმე ტელეკომპანია კავკასიის მეშვეობით. რეალურად არც ერთ სხვა ტელეკომპანიაში ამის საშუალება არ მაქვს და ამიტომაც ეს გადაცემა იდება მე იცით თქვენ Facebook-ზეც არის, YouTube-ზეც და აქედანაც შეიძლება რასკვლელის ინფორმაციაც მიიღოთ და ვისაც აქვს ინტერესი პირადი ჰოროსკოპის შედგენისა, საიდან თქვენ ძალიან ბევრ საკითხზე მიიღებთ სათანადო ინფორმაციას, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს როგორც ონლაინ სამუშაო, აი მაგალითად ხოლმე მექნება თურქეთთან, ჩვენს ერთ-ერთ თანამემოვლისა, რომელიც იქ ცხოვრობს და მუშაობს ურთიერთობა ონლაინით. ასევე გვაქვს პირადი ურთიერთობები, როცა ჩვენ შეგვიძლია შევხვდეთ ერთმანეთს და ვისაუბროთ 2-3 საათი და ნუ ჩემთვის თავარია რა, რომ ბოლოში ადამიანს კითხვა არ დარჩეს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად როცა მოდიან სხვა ასტროლოგებისგან, ჩემთან ვეკითხები, რომ აი რატო ხო იყავით სხვა ასტროლოგებთან, რატომ ახვიდით ჩემთან? ბევრი კითხვა გაუცემელი დარჩა. აი ესეთია პასუხი, იმიტომ რომ ბევრ რაღაცაზე მაინც არ გამცეს პასუხი. და ინფორმაცია უფრო მწირია. და აი ერთ-ერთი რასაც მე ვეკითხები ყოველთვის, ესე იგი როცა მოდიან ჩემთან პირად ჰოროსკოპზე ბოლოში, თუ რაიმე კითხვა გაქვთ. და სხვა შორის მოდიან ზოგიერთები ისეთი მომზადებულები, აი ზოგს დავთრები მოაქვს, ზოგს რეალში აქვს ჩაწერილი კითხვები, შეიძლება იყოს 10, 15, 20 კითხვა და ბოლოში უკვე გადახედავენ ხოლმე, ეს განსაკუთრებით ქალწულები თხისქები აკეთებენ ამას, ზოგადად პედანტური ნიშნები, გადახედავენ ყველა ამ კითხვებს, ფაქტობრივად თავარი არის ის, რომ ბოლოში კითხვებზე პასუხი გაცემულია. რატო? იმიტომ რომ რეალურად მე თვითონ უკვირთ ხოლმე, რომ როგორ ესე ამდენი კითხვები მქონდა და არც ერთი აღარ დარჩა, არა, იმიტომ რომ მე უკვე მრავალწლიანი პრაქტიკის შედეგად ვიცი ადამიანს რა აინტერესებს და აბსოლუტურად ყველა იმ თემას ვეხები იმ საუბრის დროს. და ამიტომაც კითხვები არ აქვს. და ეს არის ჩემს უმთავრესი, იმიტომ რომ ასტროლოგიდან მიდიხართ, თქვენ კითხვა აღარ უნდა გქონდეთ დარჩენილი და თუ დაგჭათ, ну ესე იგი არაკვალიფიციური ასტროლოგია შეიძლება პირდაპირ ესე ვთქვათ. თუმცა იმასაც ვეუბნები ადამიანებს, რომ გაარჩიეთ ვისთან მიდიხართ. ასტროლოგები არა ვართ ნათელმხილველები და ამიტომ ისეთ კითხვები არ უნდა დაგვისვათ, რომელიც შეიძლება მკითხავს კითხოთ. მიხვდეთ, იმიტომ იმაზე ვერ გიპასუხებ.
მაგრამ იქ რაც ასტროლოგიას ეხება, ეს კი ამას ყველაფერს მიიღებთ. ესე იგი, ვისაც აქვს სურვილი ჩვენთან მოსვლისა, პირადი ჰოროსკოპის შედგენისა, ტელეფონის ნომერს ვაცხადებ 599 91 52 38. ვიმეორებ 599 91 52 38 დაგვიკავშირდეთ, შევადგინოთ თქვენი პირადი ასტროლოგიური რუკა და დავსახოთ გეგმა რა კოსმიურ მისიით ხართ მოსული და როგორ უნდა შეასრულოთ ეს მისია თუ შესაძლოა ვუშვებთ რა შეასაქმე და როგორ გამოასწოროთ ყოველივე ეს. ამის შედეგად იქნებით დასაწყისი უფრო მეტად წარმატებული და უფრო მეტად იღბლიანი. ეხლა დავუბრუნდეთ დღევანდელ ჩვენს თემას, ესე იგი დავიწყეთ იმით, რომ დედამიწა უარყოფით ენერგო ველშია და ამას უნდა ყურადღება და მეორე მშვენი ფაქტორი, რომელსაც ჩვენ ვერ გავექცევით შემდეგ კვირის განმავლობაში, ეს არის პარასკევი დღე. 1 მაისი. რა ხდება პარასკევს? ჩვენ გვაქვს სავსე მთვარეობა, მზის და მთვარის დაპირისპირება და ეს ისიც რომ ასე დროს ყოველთვის მოდის კოსმოსიდან ძალიან დიდი ენერგია, თან ძირითადად უარყოფით ელფერის, ამიტომ ეს დიდი ენერგია იწვევს ადამიანებში რას? აგრესიას, დეპრესიას, სხვადასხვა სახის თუნებებს, შესაბამისი დაშვების ალბათობას მატულობს. ამიტომ პარასკევს ჯანმრთელობასაც გავუფრთხილდით, ტრავმატული ტენდენციებიც მაღალი არ ეჯერითოთ საჭესთან და ფრთხილად იყავით ქუჩაში და ამასთან ერთად არაყვეთ თუნებებს. ამშვენე აკონტროლეთ მაქსიმალურად თქვენი ემოციები, აკონტროლეთ თქვენში მომატებული ეჭვიანობა, სარკასტული გამოთქმებისადმი მიდრეკილება, ზედმეტი სიხის ტემპერატურა, რათა ეს არ გახდეს გარკვეული უსიამოვნების პრობლემის ფაქტორი და არაფერი ახალი მნიშვნელოვანი სარისკო არ დავიწყოთ. ანუ მოდი ეს ვთქვათ, პარასკევი გავიაროთ შვიდოთ, არავით არის საქმე და გარჩევა და ასე შემდგომ შვიდად ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ კონტროლით საკუთარი ემოციისა. დანარჩენი დღეები კვირისა უფრო შესაძლებელია რომ გამოიყენოთ სასიკეთოდ. ეხლა მოდით უკვე მივადგეთ ჩვენ იმ მომენტს, როდესაც უკვე გადავდივართ ცალკეული ზოდიაქოს ნიშანთა პერსპექტივაზე ამ კვირაში, როგორ იქნება ეს პერსპექტივა და რა ელოდება თითოეულ ამ ნიშანს, აი სწორედ ამის ირგვლივ ვისაუბრებთ. ნუ დავიწყოთ პირველ რიგში ვერძებით. ვერძი, თქვენ ცეცხლის სტიქიას განკუთვნებით მოგეხსენებათ და რადგან ახლა მიწის სტიქიაში გადავიდა საწინააღმდეგო სტიქიაში მზე, ანუ კუროში, ამიტომ ვერძებს უკვე ნელ-ნელა უჭირთ. ამ კვირიდან თქვენ იგრძნობთ, რომ ერგოტონუსი მცირდება, ჯანმრთელობა არამდგრადი ხდება, ამიტომ შეიძლება ადვილად გაცივდეთ, ადვილად გადაიღალეთ ის შრომის უნარიანობა უკვე აღრგავთ, რაც გქონდათ მაგალითად წინა პერიოდში. თუმცა რაღაც გარკვეული შესაძლებლობები ყოველთვის გექნება თავისთავად, ეს არ შეიძლება მხოლოდ ნეგატიური, უბრალოდ ჩვენ პირველ რიგში ვამახვილებთ ყურადღებას მე კონკრეტულად უარყოფითზე. რატო? იმიტომ რომ როცა ადამიანს იცის რა არის უარყოფითი ხელის შემშელი, მაშინ დადებითი უფრო აშკარად გამოვლინდება წინა პლანზე და უფრო მეტად იქნება წარმოჩენილი. ამიტომ უარყოფითმა რო არ შეუშალოს დადებითს, ამიტომ დავიცოდეთ რა არის იგი, ცოტა ვაკონტროლოთ და დადებით ელფერს, დადებით ხასიათის შტრიხებს მივცეთ ამით გამოვლენის შესაძლებლობა. აი მაგალითად წინა პერიოდის წარმატებებმა ვერძებს შეიძლება გაუზარდონ ამბიციები. აქ რო ეტყვიან ზოგიერთ თავბრუსხვევა შეიძლება დაეწყოს, ოღონდ არა ფიზიკური გაგებით, არამედ აქ წარმატებისგან თავბრუსხვევაზეა საუბარი, რამაც შეიძლება ეგოიზმის განავითაროს თქვენში დიქტატორული ტენდენციები, სხვათა დამორჩილების სურვილი, ზედმეტი ამბიციები და სხვა ნეგატიური ტენდენციები. ამიტომ ამ ხრივ ვიყოთ ყურადღებით, აუცილებლად დაუგდეთ ყური კოლეგების, თანამშრომლების, ირგვლივ ყოფი ადამიანების აზრებს, მათ ინტერესებს გაითვალისწინეთ და არა ისე როგორც თქვენ ზოგჯერ იცით, რომ მე რაც მინდა ის უნდა გააკეთოს ყველამ. და მე ყოველთვის მართალი ვარ. აი ეს ტენდენციები უკვე ამ კვირიდან ესეთი თვისებები უკვე შექმნით პრობლემებს. და შეიძლება გახდეს მერე უსიამოვნების ზოგიერთ შემთხვევაში დაპირისპირების კონფლიქტის საბაბი. წინა მოქმედებიდან, წინა პერიოდისა, მაგალითად მათ შორის ბიზნეს საქმიანობიდან შეიძლება ახლა მიიღოთ მატერიალური დივიდენდები. ამიტომ ეს არის სასწავლება იმისა, რომ თქვენ მოიზიდოთ ფინანსები, მაგრამ თუ ახლა ეს ფინანსები ერთ დღეში გაფლანგეთ, უაზროთ, მაშინ დააბრალეთ საკუთარ თავს. თუ ეს ფინანსები მისთვის არის, რომ გარკვეულწილად დაждდეთ, იფიქროთ, რაში შეიძლება ჩაიდოს, იქნებ კაპიტალ დაბადება, იქნებ ინვესტიცია, რომ მერე იქიდან კიდევ უფრო მეტად დამატებითი თანხები შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, ხო? ანუ სწორად უნდა გადანაწილდეს ეს თანხები და არა უაზროთ. რისი ტენდენცია სამუდროულად არის. აი ეს ტენდენციები ეთხოვენ აქ განსაკუთრებულ ყურადღებას. იმიტომ რომ ბევრი ადამიანი მოგეთმასდებათ, როგორც კი იგრძნობენ, რომ თქვენ ცხოვრებაში ფული გაჩნდა და ეცდებიან ამ თქვენი ფულის
უაზროდ ხარჯვაში ამაში დაიხმარებიან ნამდვილად. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, ამუშავებთ, რომ კუროთა ენერგოტონუსი ყოველ დღე მატულობს. ამიტომ რაც მეტი დრო გავა, კურო უკეთესად იგრძნობს თავს, იმიტომ რომ მისი ენერგოტონუსი სიცოცხლე ენერგია მატულობს, ფსიქოემოციური სტაბილურობა უმჯობესდება, ამიტომ წარმატების იღბლიანობის ფაქტორიც უფრო თვალში საცემი ხდება. და მოდით აღვნიშნოთ, რომ რაღაც დაუშვათ გარკვეული კონფლიქტების, ურთიერთწინააღმდეგობის ტენდენციები ჯერ კიდევ ძალაში რჩება. კი არის ეს მომენტი, მაგრამ მათი მოგვარების შესაძლებლობაც უფრო მეტი იქნება ამ კვირის განმავლობაში. ამავდროულად, ეს ის პერიოდი, რომელსაც შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგან აღმოჩნდეს ძალიან ახალი სარფიანი წინადადებების წინაშე. ზოგიერთ შეიძლება დაჯილდოდეს კიდეც. თავარი არის რა, არ ჩაერთოთ ამ კვირაში რაღაც საქმეთა გარჩევაში, კონფლიქტებში, დაპირისპირებებში. ეს არის ზამშვენი, რომ ამისგან შორს დავიკავოთ თავი. სხვა მხრივ, ენერგიაც გემოტება, იღბალიც უმჯობესდება, შესაძლებლობებიც გაცილებით მეტი გექნებათ. შეიძლება საინტერესო იდეების რეალიზაციაც მოახდინოთ, საინტერესო პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს და ბევრი სასიკეთო ცვლილებებით შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. უბრალოდ დედამიწის ახლა დადებითი ენერგოველი რო ყოფილიყო, კურორტები გაცილებით უფრო წარმატებული იქნებოდით, მაგრამ რადგან დედამიწას ეხლა უარყოფითი ენერგოველია, აი ეს ცოტა აფერხებს თქვენი ესეთ რაღაც სრული წარმატების ფაქტორის გამოვლენას. აი ეს სრული წარმატების ფაქტორი უკვე თქვენ გექნებათ 10 მაისის შემდგომ პერიოდში უფრო მეტი, ვიდრე ახლა ამ პერიოდში, მაგრამ ეს პერიოდი უფრო წარმატებულია ვიდრე წინა კვირები, ეს ამას მაინც იგრძნობდა და დაინახავთ. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, მოვეთამაშოთ, რომ აქ ენერგოტონუსი ეცემა ნელ-ნელა ამ კვირიდან, ამიტომ ნუ გადაიღლებით, ცოტა გამოაძინეთ საკუთარი თავი, რომ თვითონ კარგად იმუშაოს. შეიძლება ფინანსურმა პრობლემებმა მეტად იჩინონ თავი, მათი გამწვავება მოხდეს. ამასთან ერთად აი ეს ფინანსური ხარჯი შეიძლება ხშირად იყოს დაკავშირებული მათ შორის მეგობრებთან, მეგობრების დავუშვათ შეიძლება იყოს ვალდებულებები, ვალები და ასე შემდგომ. ან დავუშვათ თქვენი მხრიდან ეს უყარათო ხარჯვის ტენდენცია მოემატებს რას ფინანსურ სირთულეებს შექმნის ასევე. ეს პერიოდი არ ვარგა კაპიტალ დაბანდებებისათვის კოლექტიურ პროექტებშიც ნაკლებად ჩაერთეთ, რომ ამან ზედმეტი ფინანსური ხარჯი და სხვა სახის პრობლემები არ გამოიწვევს. ახლა თქვენ ერთი რამ უნდა გახსოვდეთ, რომ უკვე ამ კვირიდან თქვენ გეწყებათ ეგრეთ წოდებული დაბადების წინა პერიოდი. რთული პერიოდი, როდესაც ენერგოტონუსი ყოველ დღე ნელ-ნელა დაეცემა, ამიტომ უფრო ადვილად იღლებით, აქედან გამომდინარე იმუნიტეტი ეცემა თქვენი, ემოციური გაღიზიანება მატულობს სამაგიეროდ, ფარული მტრეები, ჭორები, ინტრიგები სულ უფრო მეტად და მეტად იჩენენ თავს, უკვე ამ კვირიდან მოშორნეები, ამიტომ აკონტროლეთ რა ხდება თქვენ ზურს უკან. მაქსიმალურად ენასკვილი დააჭირეთ თქვენი იდეების, სურვილების, გეგმების შესახებ, რათა ეს ხმები არ გამოიყენონ თქვენ საწინააღმდეგოდ და უკვე ჯობია ამ კვირიდან თუ ყოველდღიურ საქმეებზე გადაერთვები და არაფერი ისეთი სარისკო, განსაკუთრებული მნიშვნელოვანი თქვენს მიერ ამ პერიოდში არ განხორციელდება. ესეთი მოქმედება იქნება უფრო სწორი და უპრიანი. რაც შეეხება კერჩხების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, კერჩხი ბებო ენერგოტონუსი პირიქით თქვენი მატულობს. ამიტომ ნელ-ნელა ჯანზე მოდიხართ, ნელ-ნელა განწყობა უმჯობესდება, შანსები, პერსპექტივები უფრო მეტი იქნება ყველგან და ყველაფერში. და მაგრამ ამავდროულად არ გამოურიცხავთ, რომ დედამიწა რადგან უარყოფით ენერგოველში, ეს გარკვეულწილად ნეგატიურ ტენდენციებსაც უქმნის ყველას, რატოაც ცუდი, როცა დედამიწა უარყოფით ენერგოველში, იმიტომ რომ რაღაც წყალქვეშა დინებები აუცილებლად წარმოექმნება წარმატებულ ნიშნებსაც კი, მათ შორის კერჩხებებს. აი რა არის თქვენი წყალქვეშა დინება ამ კვირაში, კონფლიქტების მაღალი ალბათობა სამსახურებრივ სფეროში. ამიტომ აქ იყავით ყურადღებით თქვენ განსაკუთრებული სურვილი გაქვთ, რომ გამოარჩინოთ საკუთარი თავი. და ამიტომ შეიძლება იგნორება მოახდინოთ სხვა ადამიანთა, პარტნიორთა, მაგალითად წარმატებები, ან მათი შესაძლებლობები, რაც შეიძლება გახდეს აუცილებლად პრობლემების, კონფლიქტების, დაპირისპირების საფუძველი, მათ შორის მაგალითად კოლეგებთან თუნდაც მიმართებაში. ამ ტენდენციას წყალქვეშა დინებას მიაქცევთ ყურადღება. ამასთან ერთად პერიოდი კარგია რეფორმატორული მოქმედებებისათვის. მაგალითად, ახალი იდეა პროექტის ჩამოყალიბება ან დაწყება, შეიძლება მეგობრული ურთიერთობა, შეიძლება უფრო სასიკეთო და საინტერესო წარიმართოს. არ არის გამორიცხული, რომ ამ პერიოდში
შეიძლება თქვენ გარეგნული იმიჯი შეიცვალოთ, ინტერნეტთან მაქსიმალური კონტაქტები, იმიტომ რომ აქედანაც შეიძლება მიიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი საინტერესო ინფორმაცია. ერთი სიტყვით, სამყარო გეუბნებათ, რაღაცა უნდა შეცვალოთ თქვენ ცხოვრებაში, ძველებურად მოიცხოვროთ. შეიძლება იყოს ახალი წიგნი, შეიძლება იყოს ახალი ბური ურთიერთობა, შეიძლება ახალი მეთოდოლოგია მუშაობისა დაინერგოს თქვენი მხრიდან, ანუ რაღაც სიახლეები, ახალი იდეები, პროექტები, რაღაც სიახლეები აუცილებლად უნდა შემოიტანოთ. ძველებურად არ უნდა იცხოვროთ და ცოტა იაზროვნეთ სპონტანური იმპროვიზაციის მიხედვით და არა ისე როგორც წიგნში წერია. აი, მაშინ უფრო წარმატებული იქნებით. რაც შეეხება ახლა იმპერატორთან ნიშანს ლომებზე გადავედით უკვე, მივხვდით ალბათ პირველ რიგში მოითამაშოთ რომ სიტუაცია ნელ-ნელა იცვლება. რატო? იმიტომ რომ ჯერ ერთი ერგოტონუსი მცირდება თქვენი ჯანმრთელობა უკვე ნაკლებად მდგრადია. ამიტომ მეაქცეთ ყურადღებას ზედმეტად ნუ გადაიღლებით. ემოციური არასტაბილურობა უფრო მეტად იჩენს თავს და აღვნიშნოთ რომ შინაგანი შიშის, შინაგანი ეჭვების დაბადების ან გულაცრუების ტენდენცია მოიმატებს. ამასთან ერთად ზოგიერთ თქვენი იმედი შეიძლება არ განხორციელდეს, ან ისე არ წარი. მართლაც რისი იმედი გქონდათ და ამან შეიძლება გამოიწვიოს ასევე ეს გულაცრუება. აღვნიშნოთ ისიც, რომ ეს ის პერიოდია, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის უკვე სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნება მათ შორის ხელმძღვანელ პირებთან, კოლეგებთან, იმიტომ რომ აქ ურთიერთობა აირია, ეს ნეგატიურ დახს დაასწროს თქვენს კარიერულ განვითარებას და წინსვლას. ამიტომ ამ კუთხითაც ვიყოთ უფრო ტაქტიანები, დიპლომატიურები, რომ არ დაებეოთ რაიმე სახის ერთოლეები და პრობლემები. ეხლა რაც შეეხება უკვე ქალწულებს. ქალწულების ერგოტონუსი პირიქით მატულობს, უმჯობესდება, ეს ნიშნავს უფრო აქტიური ხდება, უფრო ენერგიული, უფრო ინიციატივიანი, შრომისუნარიანი. ეს ყველაფერი კარგია, ამიტომ ეს თვითრწმენას გააძლიერებს ყოველივე თქვენში, ხელს შეუწყობს საკუთარი პოზიციების დაცვას, გარკვეული წარმატების მიღწევას, კი ბატონო, მაგრამ ამ თქვენს წარმატებებთან ერთად მოიმატებენ ფარული მტრეების, ინტრიგების, ჭორების, მოშურნეების ტენდენციები თქვენ საწინააღმდეგო მოქმედებები, რომიც ეცდებიან რომ მაქსიმალურად შეაფერხონ თქვენი წინსვლა, თქვენ წარმატებებს რაღაცა ნეგატიური დაღი დაასვან გარკვეულწილად. ამიტომ ამ ხრივ იყო ცოტა ყურადღებით ეს წყალქვეშა დინებები ამ პერიოდში აკონტროლეთ რა ხდება მაინც თქვენ ზურს უკან და სამაგეროდ ამავდროულად პერიოდი კარგია რისთვის მგზავრობისთვის, მოგზაურობისათვის, ტურისტული ლაშქრობებისათვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტი, უცხოენის ათვისება ძალიან მუდმივად მოხდება. უცხოელებთან ურთიერთობა ხელს შეუწყობს ახალი პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, არნახული შტაბის მიღებას და სხვა სასიკეთო ცვლილებებს. ამიტომ მოგზაურობის, უცხოელებთან კონტაქტის, უცხოეთში მივლინების, უცხოეთში სწავლის კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. და ამ ხრივ მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს ყოველივე. რაც შეეხება უკვე სასწორი ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, სასწორებო თქვენი ენერგოტონუსი ნელ-ნელა ეცემა უკვე ამ გვერდიდან მეაქციეთ ყურადღება, იმიტომ რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, არამედ ფსიქოემოციური არასტაბილურობა. ამან კი შეიძლება შემოიტანოს კრიზისული ტენდენციები ურთიერთობებში, მათ შორის პარტნიორულ ურთიერთობებში, გინდათ ბიზნეს საქმე, გინდათ პირად ურთიერთობებშიც კი და ამასთან ერთად ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება აღმოჩნდეს ახალი პარტნიორული ან რომანტიკული ურთიერთობების წინაშე, რაც ძველ ურთიერთობებს ძალიან ნეგატიურ დახს დაასვავს და აქედან გამომდინარე ეს ახალი ურთიერთობები მართალია პრობლემებისგან უფრო დაგიცავთ იმ კუთხით, რომ უკვე პრობლემები ნაკლებად გაწუხებთ, მაგრამ შეიძლება ძველ პარტნიორებთან ამ შედეგად ძალიან დაგეძაბოთ ურთიერთობა და ამას სირთულეები მოყვეს. აუცილებლად ენას კბილი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით ისე იმოქმედეთ, რათა მოშორნეება, კონკურენტები არ გამოიყენონ თქვენს მიერ გაცემული ინფორმაცია შემდგომ თქვენს საწინააღმდეგოდ და არის გამორიცხული შეიძლება გარკვეული ახალი ინტიმური კონტაქტებიც კი შედგეს, რამაც შეიძლება კიდევ ერთხელ მეორე ძველ პარტნიორებთან სერიოზული შეიძლება დაპირისპირებები და გარკვეული გაუცხოების ტენდენციებიც გააღვივოს მეტად. რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, ფინანსური წარმატების კუთხით პერიოდი კარგია. შეიძლება მიიზიდოთ ფინანსური ტენდენციები, მათ შორის პარტნიორული თანამშრომლობაც ამ კუთხით ფინანსურად იქნება კარგი, რაც თქვენ შემოსავალს გაზრდის, მაგრამ აქვე აღვნიშნოთ, რომ რადგან წყალქვეშა დინებები გაქვს დედამიწა ვარყოფით ენერგოველშია,
კონფლიქტების ალბათობა, გაუგებრობების ტენდენცია მათ შორის პარტნიორებთან, როგორც ბიზნეს საქმიან, ასევე სასწავლო პარტნიორებთან საკმაოდ მაღალია. ამასთან ერთად არის გამორიცხული, რომ შეიძლება სამსახურის სფეროშიც აღმოჩნდეთ კრიტიკის ქარცეცხლში მათ შორის კოლეგების მხრიდან, ხელმძღვანელთა მხრიდან, ახლა მორიელი რის მორიელია, რომ ვინმეს რამე დაუთმოს და არ უპასუხოს, რასაკვირველია ამას მოყვება დაძაბულობა, კონფლიქტები, უსიამოვნებები, ამიტომ ამ თვალსაზრისით დამწყალხუშა დინებებს მიაქცეთ ყურადღება მეტი ტაქტი თავდაჭერა კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან მიმართებაში და ამასთან ერთად აღვნიშნოთ, რომ სამაგიეროდ პერიოდი კარგია შემოქმედებითი ინჯინრის გამოსავლად, ყველა სახის შემოქმედებითი მუშაობისათვის. აი მხრივ კი, ამიტომ რაც უფრო მეტად თქვენ შეინარჩუნებთ სტაბილურ, კარგ პარტნიორ ურთიერთობებს, ვიმეორებ ეხება როგორც პირადს, ასევე საქმიან პარტნიორ ურთიერთობებს, მით მეტად იქნებით წარმატებული. და პირიქით, ამ სფეროში დაძაბულობა მეტად გართულებს თქვენი წინსვლის პერსპექტივებს. შვილდოსანს რაც შეეხება, შვილდოსნებო ენერგოტონუსი თქვენი ეცემა ჯანმრთელობა ნაკლებად მდგრადია და ამიტომ უკვე თანდათან უფრო მეტად იღლებით. თანდათან უფრო მეტად ემოციურად გაღიზიანებული ხდებით. აი ეს ის პერიოდი, რომლისთვისაც შეიძლება პრობლემები წარმოიქმნას იურიდიული, ასე ვთქვათ, ხასიათის თქვენ ცხოვრებაში, ამიტომ შეიძლება დაგჭირდეთ მოდი ეს ვთქვათ, კვალიფიციურ იურისტებთან კონსულტაციის გავლა. არის გამორიცხული, რომ ჭორებმა, ინტრიგებმა, სხვა სახის თქვენ საწინააღმდეგო ზურგს უკანასკნელ მეტად იჩენენ თავს, რაც თქვენს ავტორიტეტზე ცუდად იმოქმედებს. მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობები ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, რათა ამან თქვენს არა მარტო ავტორიტეტზე, არამედ კარიერული წინსვლის პერსპექტივაზე ნეგატიური დაღი არ დაასვას ამოყოლიბემ და ამასთან ერთად გავფრთხილდით უკვე ჯანმრთელობას. ვიმეორებ, იმიტომ ჯანმრთელობის არამდგრადობამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც ძველი რაღაც ისეთი დაავადებების კვლავ გახსენება, ანუ რაღაც ქრონიკული დაავადებები შეიძლება ისევ მათ შეგახსენონ თავი, ან რაღაცა გაცივდეთ, ან ელემენტარული ისეთი რაღაცა მოხდეს, რაც თქვენს ჯანმრთელობაზე ნეგატიურად იმოქმედებს. ამიტომ ენერგოტონუსის შემცირება ამ ტენდენციებთან იქნება დაკავშირებული და ამიტომ გავფრთხილდით ცოტა საკუთარ თავს ამ კუთხით. თხის ქალ ზოდიაქოს რაც შეეხება აქ პირიქით ენერგოტონუსი მატულობს, იმუნიტეტი უფრო მდგრადი ხდება ყოველ დღე, ამიტომ ნელ-ნელა სამუშაო ენერგიაც ემატება ამ ნიშანს, იღბლიანობაც ემატება, თუმცა მოიმატებს ფინანსური ხარჯი, რომელიც იქნება ასევე დაკავშირებული მაგალითად შვილებთან, მეგობრებთან, გართობასთან, აი ეს ტენდენციებიც აქ მოსალოდნელია. ამასთან ერთად ზოგიერთი თქვენი იმედები შეიძლება აქ ჯერ კიდევ არ გამართლდეს. ამიტომ ამას შეიძლება ასე ვთქვათ შეამფერხონ ფინანსური შემოსავალი. ან დავუშვათ თუ რაღაც საეჭვო პროექტებში ჩადეთ წინა პერიოდში, რომელიც თქვენთვის ნაკლებად წარმატებული იყო გარკვეული თანხა, აი შეიძლება ეს თანხა დაკარგოთ კიდეც. ამიტომ გავფრთხილებდით, რომ არავითარი ფინანსური ხარჯი წინა პერიოდებში, წინა კვირეების განმავლობაში არ უნდა ჩაგედოთ, რომ ამას მერე ეხლა ამ კვირაში არ მოყვეს დამატებითი პრობლემები. ეხლა სამაგიეროდ ორგანიზატორული ნიჭი უნარი მატულობს თქვენში. თქვენ შეიძლება ავტორიტეტი აწიოთ თქვენი კარგი ორგანიზატორული მონაცემების და შესაბამისი ქმედებების შედეგად და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ ამ კვირაში, სტაბილიზაცია ურთიერთობებისა შვილებთან და სასწავლო პარტნიორებთან. აი, ეს არის საწინდარი წარმატების. ეს სფერო თუ გაქვთ დაწყობილი, წარმატება თქვენს გვარს იქნება. ამ სფეროში თუ რაღაც ბზარი გაჩნდა, მაშინ მეტად წარუმატებელი იქნებით. თუმცა, სამშობლოდ რომ ზოგიერთი ახალგაზრდა თაობის თქვენი წარმომადგენელი შეიძლება ახალ რომანტიკულ ურთიერთობებში და თავგადასავლებში აღმოჩნდეს. ამის ალბათობაც მაღალია. და სხვათა შორის ქორწინებისთვის სულაც არ არის ცუდი პერიოდი. ამ ხრივაც კარგია. რაც შეეხება მერწყულებს, მერწყულებო ენერგოტონუსი თქვენი იწყებს თანდათან შემცირებას, ამიტომ ჯანმრთელობა უკვე ნაკლებად მდგრადია, ზედმეტად ნუ გადაიღლებით. ამ კვირის განმავლობაში დრო და დრო მიეცით საკუთარ თავს დასვენების და გამოძინების საშუალება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან ერთად გარკვეულმა პრობლემებმა მეტად შეიძლება ეჩინონ თავი ოჯახში, მაგალითად ფინანსურმა სირთულეებმა. აქ შეიძლება აღმოჩნდეთ მოულოდნელი შეხვედრების წინა ზოგიერთ შეიძლება მოულოდნელი სიყვარულიც კი ეწვიოს, ან სხვათა შორის წარმატების ფაქტორი სპორტში, მაგალითად თუ ხარ ჩართული ან შემოქმედებაში, ამის ფაქტორიც არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის ეხლა რა.
სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნება ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან. აი ეს სფერო თუ აირია, აირევი თქვენს. ეს სფერო თუ დალაგებულია, გაცილებით მეტად წახვალ წინ. თუმცა ერთ რამეს გაუსვათ ხაზი. ეს პერიოდი კარგი ამისთვის თუ თქვენ საკუთარი ბუდე კეთილმოაწყოთ, მაგათ ახალი ავეჯი იყიდოთ, ან რაღაცა ისეთი გააკეთოთ, დიზაინის შეცვალოთ, გაალამაზოთ, ეს კარგია, მაგრამ მეორე მხრივ უნდა ვიყოთ მზად რისთვის. შეიძლება გაფუძნდეს ელექტროტექნიკა, სანტექნიკა, შეიძლება იყოს კომპიუტერული პრობლემები, ან რაღაცა სხვა სახის, ხო სახლში, სახლთან მიმართებაში. და ეს იქნება რასკვლელი დაკავშირებული დროის, ენერგიის, ფინანსების ხარჯვასთან. მთავარია რა, თუ ესეთი რამ მოხდა, შვიდად ეს ყველაფერი დაალაგეთ, მოწესრიგეთ, ისე რომ არც საკუთარ თავს წუწუნით არ ცხვებს, ნერვები არ მოშალოთ. თორე ეს დამატებით სირთულეებს შექმნის თქვენს ცხოვრებით. თუმცა ეს ტენდენცია აუცილებელი არ არის, მაგრამ ალბათობა მაღალია. ამიტომ ხაზს უსვამ. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებებს, აღმოჩნდით, რომ ერგოტონუსი ნელ-ნელა უმჯობესდება. ამიტომ ეს ნიშანი თანდათან უფრო ჯანზე მოვა, განწყობაც შეეცვლება სასიკეთოდ, ემოციურადაც უფრო სტაბილური იქნება, თუმცა იყავით ფრთხილად, რაიმე სახის ავანტურულ მოქმედებებში არ ჩაერთოთ, ძველმა ფინანსურმა გადაუწყვეტმა საკითხებმა შეიძლება მეტად იჩინონ თავი და ზედმეტ სარისკო მოქმედებებს ჯობია ჯერ მოვერიდოთ. არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთოთ აზარტულ თამაშებში, რაიმე სახის სპეკულაციებში, რისი ტენდენცია და ალბათობა მაღალია. აქ შეიძლება მიიღოთ ასევე მომხიბლელი წინადადებები, რომელიც შემდეგ აღმოჩნდება საფნის ბუშტი. ამ მხრივ ასევე ვიყოთ ფრთხილად, არ აყვეთ ილუზიებს, ზედმეტ ფანტაზიებს, მხოლოდ რეალურ ფაქტებს და ზედმიწევნ პრაგმატულად აწონეთ და ყველა სახის, ასე ვთქვათ, პერსპექტივები, მათ შორის ახალი წინადადებების. თუმცა პერიოდი კარგია რისთვის? მოგზაურობისათვის, მრავალფეროვანი შეხვედრების, მოლაპარაკებების კუთხით, შეიძლება ახალი წიგნი, ახალი საინტერესო ინფორმაცია მიიღო. აქ ნელ-ნელა დამშვენე რომ გქონდეთ კარგი ურთიერთობა დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან. აი ეს ურთიერთობა და სტაბილიზაცია მეტად ხელს შეუწყობს თქვენს განვითარებას და წინსვლას. თუმცა გარკვეულმა დაძაბულობამ შეიძლება ამ სფეროებში ეჩინოს თავი თუ სათანადო დიპლომატიურად არ ემოქმედებთ. მაგრამ მთლიანობაში სასიკეთოსკენ მიდის მთლიანობაში თქვენთვის ეს პერიოდი და უფრო სასიკეთო ცვლილებების მომტანი იქნება. ეს 12 ზოდიაქოს ნიშანია მათი ასტროპერსპექტივა ამ კვირის განმავლობაში. ეხლა რაც შეეხება ცალკეულ დღეებს და მათ პერსპექტივებს, მოდი დავიწყოთ ხვალინდელი დღით 27 აპრილია და რა ხდება ხვალ პირველ რიგში მეაქციოთ ყურადღება მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდს, ანუ უკურსო მთვარეს ხერეთ. ესეც იწოდება იგი 15 საათზე 13 წუთზე იწყებს სამოქმედებას და 24 საათამდე გასტონს. ამ პერიოდში რა ხდება? ზედმეტად დუნდება ყურადღება ადამიანებს. შეიძლება გახდეს საკმარისი მიზეზი იმისა, რომ ამ პერიოდში მოდუნებული ყურადღების ფონზე ტრავმულ ტენდენციებმა მეტად შეიძლება ეჩინონ თავი. ამიტომ მძღოლებს, ქვეითად მოსაუბრლებს ამ პერიოდში ჭირდებათ ორმაგი ყურადღება და სიფრთხილე. და კარგად გაერკვიათ ხვალ წესებსა და კანონებში, რათა მათი დამღვევი არ გახდეთ. მოიმატებს თქვენში სიცოცხლის უნარიანობა და საქმიანი წარმატების შესაძლებლობა. თუმცა ხვალ სამყაროში ამოწმებს თქვენი აზრების, მიზნების შინაგან სისუფთავისა და მათი რწმენის სიმტკიცეს. ესეც გავითვალისწინოთ. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ხვალ ნაზლოვთა სისტემა, ელენთა კუჭქვეშა ჯირკვალი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანიზმების მართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია ეს დღე კუროს, კერჩხების და თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულთათვის. რაც შეეხება ახლა უკვე სამშაბათს 28 რიცხვია, აქაც მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი ჩვენ გვაქვს ღამის პირველი საათიდან დღის 13 საათამდე 5 წუთამდე და ამ დროს ზღოლებს, ქვეითად მოსაუბრლებს ორმაგი ყურადღება მართებთ. თან დღე გეომაგნიტურია. გეომაგნიტური ენერგიები სამშაბათი დღის მეტ პრობლემებს უქმნიან ადამიანთა გულსიძარღვან სისტემას, ნერვულ სისტემას, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს მიზეზი ამ პერიოდში არასასურველი, ასე ვთქვათ, წნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა, თავის ტკივილებისა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებების. ასეთ შემთხვევაში თუ ამის წინაშე დავდექით, აუცილებლად წნევა აკონტროლეთ და თუ საჭირო იქნა გამოიყენეთ ან წამლები დასაწევა წნევისა, ან ყავა ასაწევა თუ დაბალია წნევა და ამით მოიყვანს წესრიგში ორგანიზმი და გაცილებით უკეთ იგრძნობ თავს. სამშაბათს 28-ში ნუ იქნებით ზედმეტად მეწროვანი,
და ზედმეტად პრაგმატული. დაერტანეთ ამდროულად ინტუიცია, საკონტროლეთ მეტად თქვენი ემოციები. კარგი დღეა ჭერის შეთეთრებისთვის, ტანსაცმლის განახლებისთვის, არომათერაპიისათვის, შემოქმედებითი მუშაობისათვის ხელსაყრელს იგი დალაგება დასუფთავებას, ქიმწმენდას, კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებას, საერთოდ სიყვარულისთვის, ქორწინებისთვის, ასევე კარგია განსაკუთრებით უკვე 13 საათიდან პერიოდი, მეორე ნახევარი ერთ სიტყვით დღისა, ამ თვალსაზრისით უფრო კარგია. თუმცა პირველი ნახევარი, მაგალითად 14 საათამდე პერიოდი არ ვარგა გამოცდების ჩასაბარებლად, ესეც გავეთვალისწინოთ. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ყელი, ენდოკრინული სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოფემართებაში სამშაბათს განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია ეს დღე ვერსტათვის და ტყუპებისთვის. და ეხლა უკვე გადავდივართ ცალკეულ ასე ვთქვათ დღეებზე. თუმცა სანამ ამ დღეებს გავაგრძელებთ ჩვენ და ვისაუბრებთ, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ გამოსულია ჟურნალი შენი ჰოროსკოპი, სადაც არის უამრავი ინფორმაცია. ფაქტობრივად აქ გაქვთ წლის ჰოროსკოპი. ცალკეული ასე ვთქვათ, თვეების და მიხედვით ყველა ზოდიაქოს ნიშნების ასტროპერსპექტივები აღნიშნული გაქვთ აქ, წინ და წინ შეგიძლია დაგეგმოთ რა გინდათ ოქტომბერში. და როდის ჯობია რა მომენტში აი აქ უკვე ეს ინფორმაცია მოწოდებული გაქვთ ფარველი ანგელოზის ასე ვთქვათ დრო რაც ასე მნიშვნელოვანია მოგეხსენებათ ესეც ყველაფერი აქ გაქვთ და ბევრი სხვა საინტერესო ინფორმაცია ესე იგი ამ ჟურნალში რომელსაც ქვია შენი ჰოროსკოპი მაგრამ არ აგვირევს ეს ჟურნალი დიდ ჟურნალ ჰოროსკოპთან ანუ დიდი ჟურნალი ჰოროსკოპი და შენი ჰოროსკოპი ორი სხვადასხვა რამ არის, იმიტომ რომ აქ ზოგიერთ ჩვენს მაყურებელს აერია და ეგონა რომ ერთია, მაგრამ არა ორი ჟურნალია და მოდი ავუშვათ რომ ჟურნალ ჰოროსკოპში ასევე უზარმაზარი ინფორმაცია გაქვთ ასტროლოგიური პოლიტიკური პროგნოზი, თავისი გრაფიკული გამოსახვით და მნიშვნელობებით ამ კუთხით რა მოხდება წლის განმავლობაში. ამის გარდა შეგნით გაქვთ ინფორმაცია 2026 წლის როგორც აღმოსავლური ასევე დასავლური ზოდიაქოს ნიშნების ასტროლოგიური პროგნოზი და პერსპექტივები. ამის გარდა აქ ჩვენ გვაქვს აღნიშნული თვეების და მიხედვით გეომანტია დედამიწისა როგორია გრაფიკული გამოსახვი და რას ნიშნავს ნულოვანი ზოლი, რას ნიშნავს ნულის ზევით, ნულის ქვევით, ჩასვლა დედამიწის ენერგეტიკისა, როგორ მოქმედებს ეგ ადამიანებზე, მოვლენებზე და ასე შემდგომ. ამის ახსნა განმარტება ცალკეული დღეების ასტროპროგნოზი მთვარის კალენდრის დამხედვით, როდესაც თქვენ უკვე ცალკეულ დღეზეც იქნებით ინფორმირებული. და ამასთან ერთად რას გველეს შეგნით თქვენ გელოდებათ ასტროკალენდრები. პატარა ასტროკალენდარი მაგალითად ესე ჯიბის. ცალკეული ზოდიაქოს ნიშნის, სადაც აღნიშნულია დადებითი უარყოფითი დღეები, ასევე ახალი მთვარე, სავსე მთვარე, მზის მთვარის დაბნელებები, წლის განმავლობაში თვეების და მიხედვით გაქვთ ყოველდღიურე ეს დაყოფილი. ამის გარდა თქვენ იცით რომ არის ასევე შეგნით ამ ჟურნალში ბიზნეს შემოქმედებითი სასქვალო კალენდარი, დადებითი უარყოფითი დღეები ამ კუთხით წლის განმავლობაში. აქვე გაქვთ სამედიცინო ასტროლოგიური კალენდარი, სადაც აღნიშნულია რომელ დღეებში სუსტდება ესა თუ ის ორგანო და ამ დღეებში ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთან მიმართებაში არ იქნება სასურველი. ამის გარდა დიდი ასტროლოგიური კალენდარი ჩვენ განვიხილეთ რომ არის ასევე პატარა ჯიბის ხო მაგრამ ეხლა თქვენ შეიძლება გინდათ ოჯახისთვის ან რაღაცა სამუშაო ჯგუფისთვის აი ჩვენ გვაქვს ესეთი კალენდარი 12-ვე ზოდიაქოს ნიშანი აქვს მოქცეული თავისი დადებითი უარყოფითი დღეებით ახალმთვარეობით სავსემთვარეობით მათი ახსნა განმარტებებით მთელი წლის განმავლობაში ამ ინფორმაციით იქნებით გაფრთხილებული შეარაღებული და იმედია წარმატებულიც ეს ყველაფერი შეგიძლიათ ისეთ ყველაზე მსხვილ ქალაქებში საქართველოს სხვა ქალაქებში შეიძინოთ ჯიხურებში პრესის ჯიხურებში თუ გინდათ რომ ეს ყოველივე მიიღოთ სახლში მიტანით მაშინ უკვე უნდა შეეხმიანოთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 597 1599 მეორე 597 1599 და ამას უკვე მიიღებთ სახლში იქნებით ამით ასე ვთქვათ იმედია კმაყოფილი ამ ინფორმაციით. ახლა გავაგრძელოთ ჩვენი ინფორმაცია, ესე იგი ვსაუბრობდით ცალკეულ დღეებზე, შემდეგ კვირისა, მათი ასტროპერსპექტივები როგორია და შევჩერდით 29
აპრილს. ეს არის 4 შაბათი დღე. 2 შაბათი, 3 შაბათი მიმოვხილეთ. ეხლა 4 შაბათი. 4 შაბათს ეცადეთ კარგად გამოიძინოთ. მაშინ უფრო ნაყოფიერად იმუშავებთ. კარგი იქნება აქ ახალი საქმის დაწყება, ცოდნის შეძენა, ნუაყვებით ამდროულად ცუნებებს და სიზარმაცის ელემენტებს ხასიათში. ასევე გარკვეული ხასიათში მერყეობის ტენდენცია ცოტა უფრო მეტად გაზლიარდება. ამდროულად მეაქცეთ ყურადღება სხვათა რჩევებს. პარტნიორულ ურთიერთობებში მეტად აკონტროლეთ თქვენი სიტყვები და ნუ ჩქარობთ გადაწყვეტილების მიღებას. აქ მოვერიდოთ უკვე 4 შაბათს და 5 შაბათსაც ალერგიის გამოწვევი პროდუქტების მიღებას. ნუ შეიძლება იყოს თხილი, თაფლი და შემდგომ, რომ ამან დამატებითი პრობლემები არ შეგვიქმნას. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა, მათ შორის ბარისებრი ჯირკვალი, თირკმელები და კანის არე. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია 4 შაბათი ლომის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის. რაც შეეხება უკვე 30 რიცხვს 30 აპრილი ეს არის 5 შაბათი დღე. ნუ მეაქცევთ ყურადღება აქაც მიმართულება დაკარგული, ანუ კურსო მთვარის პერიოდს დღის 12 საათიდან 53 წუთიდან ღამის 23 საათამდე 3 წუთამდე გასტანს იგი. ამ დროს ზედმეტად დუნდება ყურადღება ადამიანს, შეიძლება გახდეს საკმარისი მიზეზი ამ პერიოდში არასასურველი ტრავმისა და ავარიის სამძღოლებო, კვეთად მოსწავლება ამ პერიოდში იღავით ორმაგად ყურადღებით. თან დღე გეომაგნიტურია. გეომაგნიტური ენერგიები ამ დღის მეტ პრობლემებს უქმნიან ადამიანთა გულსიძარღვან სისტემას, ნერვულ სისტემას, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს მიზეზი თავის ტკივილებისა, უგუნებობისა, წნევასთან დაკავშირებული პრობლემისა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებებისა. ამიტომ ამ თვალსაზრისითაც მოდით აღვნიშნოთ, რომ ცოტა მეტად აკონტროლეთ წნევის მდგომარეობა, თუ აუცილებლობა იქნა გამოიყენეთ სამლის პროფილაქტიკა და ცოტა მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი, რათა უკეთ იგრძნოთ თავი. და 5 შაბათს 30 აპრილს მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს და ურთიერთობებს სტრუმანებზე ზედმეტ დროს და ენერგიას ნუ დახარჯავთ. გაჩნდება ზოგიერთებში პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის სურვილიც, პარტნიორობებში მაღალი არასწორი დასკვნების და გაბუთვის ალბათობაც. სამაგიეროდ შედეგიანია სიზარღვების, კბილების, გზნობათა ორგანოების კურნალობა. ზედმეტ სითხეს ნუ მიიღებთ. და მარილიან საკვებთან ასევე იყო თხილად რაც შეიძლება ნაკლები მარილი. ასევე ალერგიის გამოწვევის საკვები. ამისგანაც ვიღოთ შორს. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ისევ ყელი, ენდოკრინული სისტემა, ასევე თირკმელები, კანის არე და შარსასქესო რეპროდუქტიული სისტემაც სუსტდება განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში. ოპერაციების ჩატარება მათთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. მივადექით უკვე 1 მაისს. ეს პარასკევი დღეა, მნიშვნელოვანია რატო? იმიტომ რომ გეომაგნიტურია ეს დღე და მიზეზი მისი გეომაგნიტური ტენდენციებისა უკავშირდება სავსე მთვარეობას. სავსე მთვარეობის პიკი მოდის 21 საათისთვის და 25 წუთისთვის, მაგრამ მთელი დღე იგი ზეგავლენას ახდენს და ითხოვს ყველასგან განსაკუთრებულ ყურადღებას. სავსე მთვარეობა თქვენიცით ეს არის მზის და მთვარის ენერგიათა ურთიერთდაპირისპირება, მორიელი კუროს ზოდიაქო ღერძზე ხდება ეს მოვლენა. ამიტომ ეს მეტად განაპირობებს აგრესიას, დეპრესიას ადამიანებში, კონფლიქტებს, სხვა ცდუნებებს, შეცდომების დაშვების ტენდენციას, მეტად განაპირობებს ტრავმულ ავარიულ შესაძლებლობებს, ჯანმრთელობის გაუარესებას შეუწყობს ხელს, წყენა, ეჭიანობა, შური, სიჯუტე, სარგაზმი. ეს თვისებები მაქსიმალურად აკონტროლით, როგორც ხელის შემცველი ფაქტორები იყავით ყურადღებით, არ აყვეთ პროვოკაციებს, აკონტროლით თქვენი ემოციები და სიტყვები. დაიცავეთ სიმშვიდე. კარგად გამოიძინეთ, მოდი ასე ვთქვათ. და მოდი ასე ვთქვათ, რაღაც ისეთ საკითხებს მოერიდეთ მათ განჯას, რომელმაც შეიძლება ვერ კამათი და დაპირისპირება გამოიწვიოს. აქ ილოცეთ და დაულოცეთ ყველა. ასე იქნება ყველაზე კარგი. მოდი აღვნიშნოთ, რომ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ სიმშვიდე ამ დღის ვლელობისას. და ჯანმრთელობის კუთხით ახლა რაღაც ხადი არაფერი ახალი, მნიშვნელოვანი სარისკო აქ არ უნდა დავიწყოთ. არავითარი ხელშეკრულებები, მოლაპარაკებების წარმოება არაფერი განსაკუთრებული მნიშვნელოვანი არა. ჩვეულებრივი საქმეებით შემოიფარგლებით და აკონტროლეთ თქვენს ემოციას. ეს არის მთავარი, რომ ეს დღე მშვიდად გავიაროთ და არ აყვეთ პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა ასე დღეს ყოველთვის მაღალია. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება შარსასქესო რეპროდუქტიული სისტემა, ოპერაციების ჩატარება ასეთ დროს არ არის სასურველი, სექსუალური ძალადობის ტენდენციას მოიმატებს, თუმცა თვითონ სექსუალური კონტაქტი ნამდვილად არ არის სასურველი ეს დღეებში. ყველაზე კარგია ეს დღე ქალწულის, მორიელის და თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის.
რაც შეეხება 2 უკვე მაისს ეს არის შაბათი დღე, აქ მეაქცევთ ყურადღება ისევ უკურსო მთვარეს, ანუ მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდს 12 საათზე, დღის 12 საათზე 59 წუთზე იწყებს სამოქმედებას, 24 საათამდე გასვას. ანუ ამ დროს ისევ ზედმეტად დუნდება ყურადღება ადამიანებში, შეიძლება გახდეს მიზეზი არასასურველი ტრავმების, ავარიების, შესაძლებლობის დაშვების, ამიტომ ყველას მათ შორის ქვეითად მოსაუბრლებს, ძღოლებს ამ პერიოდში მართებთ ორმაგი სიფრთხილე და ყურადღება. დაიცავით შაბათს კანონები, წესებს ნუ დაარღვევთ, იმიტომ დაჯერებების ტენდენცია ექნება მაღალი. მეტად დაეხტენით მოქმედებისას ინტუიციას, პროვოკაციებსაც არ აყვეთ. მოიმატებს აქ ასევე ინიციატივის გამოვლენის უნარი ადამიანებში. შესაძლებელია სხვათა შორის უკვე მსხვილი შენაძენის გაკეთება, კომბინაციური შეხვედრის მოწყობა, პარტნიორულ ურთიერთობებში ნუ იქნებით ზედმეტად იჩვიანი ჯიუტი, სარკასტული, ზედმეტად პირდაპირ ესხოთ დაძაბავს ურთიერთობებს. და ამასთან ერთად აღნიშნოთ, რომ ჯანმრთელობის კუთხით შაბათს სუსტდება შარსაზღვისო რეპროდუქტიული სისტემა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა შაბათს არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია შაბათი დღე ყუროს, კირჩხების და თხისქას ზოდიაქოს ნიშანთათვის. და რაც შეეხება უკვე 3 მაისს არის კვირა დღე, აქაც მეაქცევთ ყურადღება მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდს, მთელი ღამე მოქმედებს, იგი ღამის პირველ საათზე დაიწყებს ამოქმედებას და დილის 10 საათზე 35 წუთზე დასრულდება და ამიტომ აქ მით უმეტეს ძღოლებს, ქვეითად მოსაუბრლებს ამ პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილე ყურადღება მართებთ, რომ მოდუნებული ყურადღების გამო არასასურველი ტრავმების ავარიების წინაშე არ აღმოჩნდეთ. თან დღე გეომაგნიტური დღეა. გეომაგნიტური ენერგიები ამ დღისა შემდეგ კვირის ასევე პრობლემებს უქმნიან ადამიანის გულსიზარღვან სისტემას, ნერვულ სისტემას, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს მიზეზი ასევე თავის ტკივილების ოგნებობის, ამიტომ წნევა კონტროლით შემდეგ კვირასაც და აუცილებლობის შემთხვევაში იცით რა უნდა გააკეთოთ. პროფილაქტიკა ან წამლებით ან ყავით, რათა მოიყვანოთ წესრიგში საკუთარი თავი. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება 3 მაისს, კვირას, სწორედ 3 მაისიდან 17 მაისამდე გონების, ინტელექტის და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური გადაინაცვლებს ყუროს ზოდიაქოში და ამ ზეგავლენის შედეგად მეტად განავითარებს ადამიანთა აზროვნებაში. რას? ნუ პირველ რიგში ორგანიზებულობას, ნებისყოფას, დისციპლინას, პრაგმატულობას აზროვნებისა, შეუპოვრობას, ტრადიციებისადმი მიდრეკილებას, ერთგულებას, სტაბილურობისადმი მიდრეკილებას და გარკვეულ სიფრთხილეს. მოქმედებას პრინციპით 100-ჯერ გაწოლე, ერთხელ გაჭერი. ამასთან ერთად გააღვიებს ყუროს სიზარმაცეს და სიჯიუტეს, რასაც უნდა ცოტა მეტი ყურადღება, როგორც ხელის შემშელ ფაქტორებს. ეხლა გზაში სიფრთხილე გმართებს აუცილებლად შემდეგ კვირა დღეს. გაუფრთხილდით ასევე ზვირფასეულობას. აკონტროლეთ ემოციურ ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ეს განსაკუთრებით უკვე შეეხება შემდეგ კვირას და იმის შემდეგ ორშაბათს. ისეთ ნიშნებს, როგორც არის ტყუპები, კერჩხები, მორიელი და მშვილოსანი. თქვენ ემოციურ ფსიქოლოგიური მდგომარეობა იქნება უკვე განსაკუთრებით არასტაბილური, ამიტომ ცოტა მეტად დაასვენეთ თავი, გამოაძინეთ, აკონტროლეთ ემოციები, რომ ამას არ მოყვეს მერე არასასურველი დაძაბულობა და კონფლიქტები. ჯანმრთელობის კუთხით შემდეგ კვირას სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯბარძახის ძვალი. პოზიტიურია შემდეგ კვირა ვერსტათვის და ტყუპებისთვის. ეს მოკლე ინფორმაცია იმ შესახებ, თუ როგორ იქნება შემდეგ კვირა რა ტენდენციებია მოსალოდნელი. ეხლა რაც შეეხება უკვე სხვა ტენდენციებს, მაგალითად, ვისაც აქვს განზრახული კურნალობის დაწყება. აი თქვენთვის მაგალითად კარგი პერიოდი იქნება ზონა, რომელიც უკავშირდება თუნდაც 1 მაისს სხვათა შორის მართალია სავსემთვარეობა კურნალობის დაწყებას არ უშლის ხელს. ასევე აღნიშნოთ, რომ არ იქნება სასურველი 27 აპრილს მაგალითად 2 მაისს დარჩენ დღეები ამ მხრივ ნეიტრალურია. და რაც შეეხება მოგზაურობას, აი ამ კუთხით მოდი აღნიშნოთ, რომ კარგია მაგალითად 30 აპრილი, ასევე კარგია იგივე თუნდაც პერიოდი, რომელიც უკავშირდება 2 მაისს, მაგრამ არ არის სასურველი 3 მაისი, არ არის სასურველი ასევე 29 აპრილი. აი ეს დღეები გამორიცხო. დარჩენ დღეები ნეიტრალურია. სამსახურის შეცვლის კუთხით. კარგია 28 აპრილი, ასევე 29-ც მისაღებია და 3 მაისი. და არ ვარგა ამ კუთხით 2 მაისის დღე და 27 აპრილიც ნაკლებად. ხელშეკრულებების დასადებად ყველაზე კარგი იქნება ამ შემთხვევაში პერიოდი 29-30 აპრილისა
და შემდეგ 3 მაისიც. არ ვარგა 27 აპრილი და 2 მაისის დღეები. რაც შეეხება ქორწინებას, ამ კუთხით მოდი აღვნიშნოთ, რომ კარგია და მისაღებია ეს 29 აპრილს პირველ რიგში. და შემდეგ უკვე 3 მაისს განსაკუთრებით და ნაკლებად წარმატებული იქნება ეს ყოველივე 27 აპრილს და 3 მაისიც გამოვტოვოთ. ბოდიში 1 მაისი გამოვტოვოთ. ეხლა რაც შეეხება ბინის ყიდვა გაყიდვა, სახელბინაში გადასვლას, აი თვალსაზრისით კარგია 28 აპრილის დღე. 30 აპრილიც არ იქნება ცუდი, 2 მაისი მისაღებია, არ ვარგა 1 მაისი და 27 აპრილი. რაც შეეხება ბინის ყიდვა გაყიდვას და ახალ ბინაში გადასვლას, ამაზე იყო ახლა საუბარი. რაც შეეხება უკვე მშენებლობის დაწყება სარემონტო სამუშაოებს, 28 აპრილი, 29 აპრილი ამ მხრივ კარგია, 2-3 მაისით შევწყობს ამას ხელს. და მოდი აღვნიშნოთ, რომ 27 აპრილი ნაკლებად. სხვილი საღირლებისთვის ყველაზე კარგი იქნება აქ უკვე 27 აპრილი, ასევე 30 აპრილი, 2 მაისის დღე და არ ვარგა 29 აპრილის და 3 მაისის დღეები. რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, კარგია და უშუალოდ 29 აპრილი ამ კუთხით, 30 აპრილი მისაღებია და ნაკლებად 1 მაისი და ასევე 2 მაისის დღეები. აი ეს დღეები გამორიცხოთ. დანარჩენი დღეები ნეიტრალურია ამ თვალსაზრისით. ეხლა ვისაც აქ თმის შეჭრა და ასე შემდგომ დაუშვათ წინა პლანზე წამოწეული ხო? აი მათ საყურადღებოდ მინდა აღვნიშნო, რომ თმის შეჭრისთვის ყველაზე ასე ვთქვათ უპრიანი დღეები ჩვენ გვექნება უკვე 2 მაისი მისაღებია, აი აქ ეს შაბათი დღეა და თმის შეჭრა შეიძლება ასევე 27-ში და 28 აპრილს. აი ამ ორ დღეს. ოღონდ ერთი რამ გაითვალისწინოთ 27-ში, 28-ში შეჭრილი თმები შემდგომ ნელა გაიზრდებიან. ზოგიერთისთვის ეს ინფორმაცია მშვენია, ამიტომ ხას უსვამე. ყოველივე ამას. ეხლა რაც შეეხება საფინანსო რიტუალებს, რომლის შენობისას თქვენ შეგიძლიათ გარკვეულწილად გამჭობოსო თქვენი ფინანსური მდგომარეობა, მოიზიდოთ ფინანსური ეგრეგორი, ამ პირიქით განზიდვა მოხდეს. აი აქ რა ტენდენციები უწყობენ ამას ხელს. მაგალითად, ხვალ 27 აპრილს მისაღებია ინვესტიციების გაკეთება, მაგრამ ძვირფასწეულობას ლომბარდში ნუჩადებთ. ამას მერე მოყვება დამატებითი პრობლემები. 28 აპრილს კარგია საკუთარი ფულის გადათვლა. თუ კარგად მოფიქრებული კაპიტალ დაბანდებაც მისაღებია, აი ძვირფასწეულობის ლომბარდში ჩადება 28 აპრილს, ასევე მისაღებია, ხვის საფულეში ნუ ჩაიხედავთ. თქვენი საფულედან წაიღებს ეს მერე ფულს. 29 აპრილი, 4 შაბათი, კარგია ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება. არ ვარგა ფულის, საკუთარი ფულის გადათვლა, ფულის ვალში აღება ან გაცემა, კრედიტის გაფორმება. ეს დამატებით თანხებს წაიღებს მერე თქვენი, ასე ვთქვათ, საფულედან. 30 აპრილი ნებისმიერი ქველმოქმედება შემოიტანს თანხებს, არ ვარგა აქ ფულის, საკუთარი ფულის გადათვლა, ვალის გასტუმრება და ინვესტიციების გაკეთება. რაც შეეხება უკვე 1 მაისს, აქ პირველში მოიტანხმოთ, რომ კაპიტალ დაბანდება, უნდა იყოს კარგად მოფიქრებული, სხვანაირად არა, მაგრამ მაინც ჯობია, რომ ამისგანაც ცოტა თავი შევიკავოთ თავი ასევე ფულის ვალში აღება გაცემისგან და კრედიტის გაფორმებისგან. 2 მაისს რაც შეეხება, აქ კარგია, რომ საფულის შეძენა, ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება, მაგრამ ინვესტიციების გაკეთებასთან ცოტა ფრთხილად ან კარგად უნდა იყოს გააზრებული ძალიან. აი 3 მაისი კი, აი აქ მაგალითად გარკვეული ინვესტიციების დაბანდება, ოღონდ სიფრთხილის პირობებში მისაღები იქნება და ეს მეტად შემოიტანს მერე ფინანსურ ეგრეგორს. აი ეს ტენდენციები უკავშირდება ამას. რაც შეეხება ახლა უკვე ანგელოზის დროს, ეს ის დროა, იცით, რომისთვისაც თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ კონტაქტში თქვენს ფარველ ანგელოზთან, არა მარტო ილოცოთ ამ დროს, არამედ მიმართოთ მას თხოვნით, თუ რა გინდათ რომ მოხდეს თქვენს კორებაში. თხოვნა თუ არის ადეკვატური იმისა, რასაც იმსახურებთ თქვენი კოსმიური მისიის შესრულების კუთხით, მაშინ ეს თხოვნა აგისრულდება. თუ არ აგისრულოთ, ესე იგი თქვენს მისიას ვერ ასრულებთ. და ამიტომ ვერ მიიღებთ ამ კოსმიურ საჩუქარს. და რა პერიოდებია, როდესაც თქვენ შეგიძლიათ ამ კონტაქტში შეხვიდეთ და თხოვნით, ასე ვთქვათ, მიმართოთ მას და ლოცვით. 27 აპრილს ეს არის დღის 11 საათი 42 წუთი აქ იწყება და დღის 12 საათზე და 29 წუთზე სრულდება ეს პერიოდი. აი ამ პერიოდში ამ მონაკვეთში რა ხრითაც გინდათ, შეიძლება 1 წუთი იყოს, შეიძლება 30 წუთი, ასე ვთქვათ, თქვენზეა დამოკიდებული, როგორ მიმართავ და ასე ვთქვათ, როგორ ილოცებთ.
28 აპრილს დილის 9 საათზე 58 წუთზე იწყება და 10 საათზე 40 წუთზე სრულდება ეს პერიოდი. 29 აპრილს კიდევ უფრო ადრე დილის 7 საათზე 57 წუთზე იწყებს სამოქმედებას ანგელოზის დრო და სრულდება 8 საათზე დილისა და 34 წუთზე. 30 აპრილს დღის 12 საათზე 37 წუთზე აიღებს იგი ასე ვთქვათ სტარტს და დასრულდება 13 საათზე 23 წუთზე. რაც შეეხება ახლა 1 მაისს აქაც დილის 8 საათზე 26 წუთზე, დილის 9 საათზე 13 წუთზე დასრულდება. 2 მაისს შაბათი დღის 11 საათიდან 14 წუთიდან დღის 11 საათამდე 58 წუთამდე გასტონს და 3-ში უკვე კვირას დღის 12 საათზე 8 წუთზე დაიწყებს სამოქმედებას ანგელოზის დრო და დღის 12 საათზე 54 წუთზე დასრულდება. ეს რაც შეეხებოდა ანგელოზის დროს. ახლა მინდა კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენას შევეხო, რომელიც დღეს სწორედ მოხდა უკვე დღეიდან. ძალიან მნიშვნელოვანი ეპოქალური მომენტია პლანეტა ურანი. ეს არის თავისუფლების, ეს არის სიახლეების, ეს არის ცვლილებების, ეს არის მეგობრული კონტაქტების, ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიების მმართველი პლანეტა გადადის 7 წლით. ტყუპების ზოდიაქოში 2033 წლის მაისამდე. მნიშვნელოვანი მოვლენაა, იმიტომ რომ როცა ტყუპებში გადავიდა თავის დროზე ურანი, ეს იყო 1941-49 წლები, მახსოვთ, მაშინ არა მარტო მეორე მსოფლიო ომი გაჩაღდა, არამედ რეალურად ამ დროს მოხდა თავდასხმა ჰიროშიმაზე და ნაგასაკიზე და გამოყენება ბირთვული იარაღის. ეს ხიფათი ეხლაც გვაქვს, აუცილებლობა ამისი არ არის, მაგრამ ალბათობა არის. მთავარია რომ აი ზოგიერთ უგუნურ პრეზიდენტს ასე ვთქვათ არ დაუწდეს ფეხი. ძალიან მშვენიერი, მაგრამ ალბათობა და შესაძლებლობა რომ ამისი არის უდავოა. რატომ? იმიტომ რომ ახლა პლანეტა მარსი ომის პლანეტა იმყოფება ვერძის ზოდიაქოში, გადის ისეთ მძიმე პლანეტას როგორც არის სატურნი და ნეპტუნი, რაც უქმნის დაძაბულობას, ერთგვარი ფიტილია, მოდი ასე ვთქვათ, და კიდევ ურანის გადასვლა ჰაერის სტიქიაში, ანუ ტყუპების ზოდიაქოში, ამ ფიტილს წაუკიდებს ცეცხლს და მთავარია აქ ვიმეორებ ადამიანთა გონიერება და სიფრთხილე, იმიტომ რომ ურანი მართავს ასევე ყველა სახის ელექტროსფეროს, ელექტროსადგურებს, ბირთვულ იარაღს, ესეც მის ხელშია. მოდი ასე ვთქვათ და ეს არის მოულოდნელობების მართვა, ამიტომ შეიძლება მოულოდნელად მოხდეს. ბირთვული გინდათ აფეთქება, გინდათ საომარი სიტუაციის, გინდათ ელექტროსადგურის აფეთქება და ასე შემდგომ ისე რომ არავინ არ ელოდება. აი ეს ტენდენცია აღალია, თუმცა აუცილებლობა ამისი არ არის. თუმცა რომ მოვიდა ძალიან დიდი ცვლილებების დრო ეს უდავოა. არნახულად განვითარდება თანამედროვე ტექნოლოგია. ახალი ციფრული სისტემები ყველაფერში, მათ შორის ფინანსური კუთხითაც კი, ციფრული ფული და შემდგომ ამაში ნახავთ, არნახულად განვითარდება მას-მედია, ჟურნალისტიკა, ყველაფერი იქნება absolutely არა მარტო ციფრული, არამედ რაღაც არასტანდარტული. აქ ეს არის პერიოდი სპონტანური იმპროვიზაციის, ორიგინალურობით გამოხატვის ადამიანებში, თავისუფლების დემოკრატიული კრიტერიუმები მოიმატებენ თავისთავად, თუმცა ამავდროულად შესაძლებელია ტექნოლოგიურმა ასე ვთქვათ კონტრასტებმა ეჩინონ თავი და ხელოვნური ინტელექტი ისეთ მაღალ დონეზე ავიდეს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაუჭირდება ხელოვნურის და ჭეშმარიტი ასე ვთქვათ ინტელექტის ერთმანეთისგან გარჩევა. ამიტომ აქ სიფრთხილეებია საჭირო, იმიტომ რომ კომპიუტერული ტექნოლოგიის პროგრამული სისტემების არნახული განვითარება გამოიწვევს ასევე დახვეწას კიბერშეტევებისა. რა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება სერიოზული პრობლემების ფაქტორიც აღმოჩნდეს. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების დრო და თან ურანს არ უყვარს, როცა მას ეწინააღმდეგებიან. მოდი ასე ვთქვათ, მას მოაქვს ცვლილებები რისთვის? შემდგომი პროგრესისთვის. ეს გარკვეულწილად პროგრესის პლანეტა, მაგრამ ყველა ნიშანს არ უნდა ცვლილებები, ზოგიერთი კარგად არის მოწყობილი, სულაც არ უნდა არც სამსახურის გამოცვლა, არც დაუშვათ ბინის ან სხვა კრიტერიუმების, მაგრამ ურანი აიძულებს მას, იმიტომ რომ ისეუბნება, რომ შენი განვითარებისთვის ეს აუცილებელია. და თუ არა და ჩავყავდები ამ ზონაში საბოლოო ჯამში, როცა მიხვდები, გვიან იქნება მე ამის გამოსწორება. იმიტომ რომ ასე ვერ განვითარდები, თუ რაღაც სიახლე არ შემოიტა, რაღაც ახალი არ შეისწავლე, არ გამოიყენე. ამიტომ ზოგიერთ შეექმნება კომფორტი, იმიტომ რომ ეს აღნიშნები, რომ მზად არიან სიახლეებისთვის, მათ პრობლემა არ ექნებათ, მაგრამ ვინც მზად არ არის სიახლეებისთვის და უყვარს ესეთი კონსერვატიული ტრადიციული ჯდომა ერთ ადგილზე, აი მათ დროს უკვე მეტად გაუჭირდებათ. მთავარია რა ამ სისწრაფეს მოვლენას
მოხსენებისა სათანადოდ მივესადაგოთ ყველანი. Იმიტომ რომ თუ აქ დროული გადატვირთვა არ მოხდა თქვენში და მისადაგება ამ სიახლეებისადმი, რომელიც მოაქვს ამ პერიოდს, ახალი ურთიერთობები, ახალი ფორმები ურთიერთობების, ახალი დიპლომატია, ახალი სწავლის წესები თუ გნებავთ, პედაგოგიკაში იქნება ძალიან დიდი ცვლილებები, ახლებური ფორმები ტურიზმისა, იმდენად დიდი ცვლილებები იქნება, რომ 7 წლის მერე შეიძლება საერთოდ სამყარო ძალიან ძნელად იცნოს ზოგიერთმა თქვენთაგანმა, იქნება ციფრული, იქნება ასე ვთქვათ, კომპიუტერული ყველაფერი და რას ვქველია, განვითარება შეიძლება იქნება ძალიან მაღალი, მაგრამ სამწუხაროდ ამ განვითარებამ შეიძლება ცოტა ადამიანს გამოაცალოს სულიერი, ასე ვთქვათ, სიღრმისეული ტენდენციები. ამანაც შეიძლება იჩინოს თავი. ერთ სიტყვით, ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია წინ ამ კუთხით და მან შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებები შემოიტანოს ადამიანთა ცხოვრებაში და ამისთვის უბრალოდ უნდა ვიყოთ მზად, იმიტომ რომ აქ შეიძლება როგორც კარგი მოხდეს, ასევე ცუდი. თავარია ადამიანი როგორ მიესადაგება ამ ცვლილებებს, რამდენად მზად იქნება და როგორ გამოიყენებს. ხო, იგივე ციფრული და უშუალო ტექნოლოგიები თქვენ შეგიძლიათ კარგად გამოიყენოთ საზოგადოებისთვის და თქვენთვის, მაგრამ შეიძლება ზოგიერთმა გამოიყენოს სხვების დასაპრობად, ან სხვა სახის პრობლემების შესაქმნელად. აი, ეს უკანაგატოა. ამიტომ თვითონ ადამიანზე დამოკიდებული. ურანს მოაქვს ცვლილებები, მაგრამ ურანი არ გეუბნება, რომ ეს ცვლილებები ცუდი, ეს გეუბნება პირიქით პროგრესი და აუცილებელია, მაგრამ თქვენ როგორ გამოიყენებთ? აი ეს არის მთავარი. ამას მიეცემა უბრალესული ან დადებითი, ანუ არ ყოფილიერი. აი ეს ტენდენციები ფაქტია, რომ წინ დაგვიდგება და ცვლილებები, რომ აუცილებელია და კოსმოს წინ ვერ დაუდგებით, ესეც ასე ვთქვათ, წინ გველოდება ყველაფერი. ერთ სიტყვით, ეს დღევანდელი ბოლო ინფორმაცია, იმიტომ რომ ჩვენი საეთერო დრო რეალურად ამოიწურა. ხვალდილი ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ისევ ტელეკომპანია იმედის ეთერში 15 წუთი 8:09. ხვალდილით გამეორდება ყველა ტელეკომპანია კავკასიის ეთერში დილის 11 საათზე ეს გადაცემა, ზოგი დაიდება YouTube-ზე და Facebook-ზე, აქაც ნახავთ. განმეორებით და ასევე ხვალ მე დილით უკვე ჩვენ გადავინსვლებთ 20 წუთზე 10-ისა რადიო იმედში და უკვე დილით 10 საათისთვის პოზიტივის დილის გადაცემა შევხვდებით ერთმანეთს, პოზიტივში კიდე შევხვდებით ერთმანეთს ხუთშაბათს დილის გადაცემაში, პარასკევს შუადღის გადაცემაში ჩვენ შევხვდებით რუსთავი 2-ის ეთერში მოგეხსენებათ და შემდეგ კვირას ისევ აქ კავკასიის ტელეეთერში. ამის გარდა იცით რომ ასევე რადიოში, რადიო ფორტუნაში ყოველდღე შეგიძლიათ თქვენ დღეს სამჯერ მოისმინოთ ინფორმაცია ჩემს მიერ იმ დღის და კვირის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ. გაზეთი ასეულდასვალი ჟურნალი თბილისელები ასევე ბეჭდავენ ინფორმაციას ჩემს მიერ მოწოდებულზე, იქნებაც იქნებით გაფრთხილებული და იქაც შეგიძლიათ ამოიკითხოთ ბეჭდვითი, ასე ვთქვათ, ორგანოების მიერ თუ რა ტენდენციები ასტროლოგიური მოსაოდნელი იმ კვირის განმავლობაში. ამით იქნებით გაფრთხილებული, შეიარაღებული, იმედია წარმატებული. ამ ინფორმაციით საუკეთესო სრულებით მე დღეს ამით გემშვიდობებით, მადლობა ყურადღებისათვის, მომავალში ხვიდრებთ.